კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მეგობლებო. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და MMA-ის მორიგ დრამაში ჩავიძიროთ. ახლა მე უბრალოდ წაგიკითხავთ ერთ მიმოწერას, რომელიც შედგა პლატფორმაზე, რომელსაც ბავშვები ადრე Twitter-ის სახელით იცნობდნენ. ილია თოფურია იწყებს ამ წვეულებას და იცით რას ამბობს? ის წერს: ორივე მათგანის მენეჯერი ალია და თან ის ჯოჯოხეთივით დაუბანელი და მახინჯია. ახლა დავაზუსტოთ, როდესაც ილია ამბობს ორივე მათგანს, ის გულისხმობს ჯასტინ გეიჯის და ისლამ მახაჩევს. გასაგებია, არა? ისლამი, გეიჯი და მათი მენეჯერი ალი აბდელაზიზი. პასუხმაც არ დააყოვნა. ისლამი პასუხობს: შენს მსუქან მენეჯერს გკითხე. და აი აქ ამბავი უცებ მენეჯერების გარშემო დატრიალდა, რაც თავისთავად საინტერესო და უცნაური კუთხეა ამ დაპირისპირებაში. ისლამი აგრძელებს: შენს მსუქან მენეჯერს არ სჭირდება ჩემთან ჩხუბისთვის მილიარდების მოთხოვნა. ჩვენ ამას უფასოდ გავაკეთებთ. აქ საუბარია მალკი კავაზე. მალკიმ კი, რომელსაც ყოველთვის როდი აქვს მსოფლიოში საუკეთესო იუმორის გრძნობა, ამჯერად ზუსტად მოარტყა. მან უპასუხა: ჯანდაბა, მე ხომ 18.1 კილოგრამი დავიკელი. რატომ მეძახის ალი ისევ მსუქანს? ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მხიარული და სათამაშო ტონია, მაგრამ სინამდვილეში აქ რაღაც მნიშვნელოვანი ითქვა. მე მჯერა, რომ როდესაც ამბავს ყვები, ის ზუსტად ისე უნდა გადმოსცე, როგორც მოხდა. თუ საკუთარ აზრს აფიქსირებ, ეს უნდა განაცხადო. მე, როგორც ადამიანი, რომელიც bad guy ing-დან გესაუბრებათ და ქმნის კონტენტს, რომელიც არა მარტო დღეს იქნება აქტუალური, არამედ 10 წლის შემდეგაც იქნება ნახვადი. ინტერნეტი ხომ ასე მუშაობს. ვალდებული ვარ ვიყო ფაქტობრივად ზუსტი. მე მინდა ვიყო ფაქტობრივად ზუსტი ამ ისლამისა და ილიას ამბავში. ისლამი აქ რაღაც სიახლეს გვაწვდის. მოდეთ კიდევ ერთხელ გადავხედოთ მის შეტყობინებას. შეიძლება ეს უბრალოდ ტრეშ-თოქი გეგონათ, მაგრამ აქ არის მესიჯი, რომელიც უნდა გავშიფროთ. მას შემდეგ, რაც მენეჯერებს მსუქნები და მახინჯები უწოდა, ის ამბობს: ნუ ითხოვ მილიარდებს ჩემთან საბრძოლველად. ჩვენ ამას უფასოდ გავაკეთებთ. ხედავთ? ეს არის ისტორიის ის ნაწილი, რომელიც ჩვენ აქამდე არ ვიცოდით. მე მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ილია თოფურიამ მოიგო ფსიქოლოგიური ბრძოლა ისლამის წინააღმდეგ. მან მოიგო სათამაშო მოედნის ომი. მან მოიგო გასახდელი. ის არის ალფა მამრი. რატომ მჯერა ამის? იმიტომ რომ ილია ცდილობდა მასთან ჩხუბს არა ერთხელ, არამედ ორჯერ. და ბრძოლა არ შედგა არა ილიას გამო, არამედ ისლამის გამო. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა და ეს აზრი საკმაოდ დასაბუთებული ჩანდა. მაგრამ ყოველთვის არსებობს კითხვა: რატომ? რატომ არ ეჩხუბა ისლამი მას? ისლამის მიზეზები თავიდან ძალიან ლოგიკური ჩანდა. მაგალითად, პირველად ბრძოლა იმიტომ არ შედგა, რომ წონითი კატეგორია შეიცვალა. მათ სურდათ ჩხუბი 70 კილოგრამში, 155 ფუნტში. მაგრამ ისლამი ახლა უკვე ქვესაშუალო წონის მებრძოლია. ის არის ნომერ პირველი პრეტენდენტი, რომელიც ისტორიის დაწერას და მეორე ქამრის მოპოვებას აპირებს. ეს ძალიან კარგი მიზეზია, არა? ქვესაშუალო წონაში გადასვლა სავსებით მისაღები არგუმენტია იმისთვის, რომ 70 კილოგრამში აღარ ჩამოხვიდე. თუმცა ახლა ისლამი სულ სხვა რამეს გვეუბნება. ხმები იმის შესახებ, რომ ინტერესი არსებობდა და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სიმართლე აღმოჩნდა. თქვენ უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს ტერმინი მოლაპარაკება, talking to. ეს არ არის იგივე, რაც ოფიციალური შეთავაზება. როდესაც დანა უაითი გამოდის და ამბობს, დიახ, ჩვენ ყველას ველაპარაკეთ, ეს ხშირად მხოლოდ იდეების გაცვლაა. UFC არაფრით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ბიზნესისგან, სადაც ხდება brainstorming. ისინი კედელზე ესვრიან იდეებს და უყურებენ, რომელი მიეკრობა. რაც არ უნდა აბსურდული ან ნაკლებად სავარაუდო ჩანდეს იდეა, კარგი დაგეგმარებისას შენ უნდა გაარკვიო, რა არის შესაძლებელი. იყო თუ არა UFC სერიოზულად განწყობილი ისლამისა და ილიას ბრძოლის მიმართ? შესაძლოა. ჩვენ ეს ინფორმაცია ზუსტად არ გვაქვს. შესაძლოა ისინი უბრალოდ სინჯავდნენ ნიადაგს. ჰეი, საერთოდ თუ ხართ თანახმა, სანამ ამ საკითხს გადაწყვეტილების მიმღებ ოთახში შეიტანდნენ. სწორედ აქ არის ზღვარი საუბარსა და შეთავაზებას შორის. მაგრამ ისლამი ახლა პირდაპირ ამბობს: ჰეი, შენ თქვი, რომ მეჩხუბებოდი, მაგრამ მერე დაადე ისეთი ფასი, რომელიც არარეალურია. ანუ სანამ გამოხვალდა ხალხის წინაშე თავს მოიწონებ იმით, რომ მე დავიხიე უკან, ან ვითომ ტრავმირებული ვარ, სიმართლე თქვი, შენ დათანხმდი, მაგრამ მერე წარმოუდგენელი თანხა მოითხოვე. სწორედ ამას ამტკიცებს ისლამი თავის ტვიტში. და ის ამბობს, რომ თვითონ ასე არ იქცევა. მისი პასუხია: დიახ. მეტიც, ის მეორე უკიდურესობაში გადადის და ამბობს, რომ მზადაა უფასოდ იჩხუბოს. ახლა მოდით დაუფიქრდეთ ამ ფრაზას: უფასოდ ვიჩხუბებ. მე მჯერა ისლამისი. მჯერა, რომ ეს ბიჯები მზად არიან უფასოდ საბრძოლველად.
რა თქმა უნდა, მათ ამის შესაძლებლობას არავინ მისცემს. არასოდეს დადგება დრო, როცა მათ არ გადაუხდიან და თანაც ძალიან კარგად, მაგრამ აქ საუბარია პრინციპზე. განცხადება მე შენ უფასოდ გეჩხუბები არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს კონტრაქტში ციფრები ნულამდე დაიყვანეთო. ეს ნიშნავს შემდეგს: მე არაფერს მივცემ უფლებას, რომ ჩვენს ჩხუბს წინ დაუდგეს. ჩემი მხრიდან არანაირ წინააღმდეგობას ან პრობლემას არ წააწყდებით. ჩვენ არ ვაპირებთ ლაპარაკს ლაპარაკისთვის. მენეჯერები არ დაიწყებენ ვაჭრობას ერთმანეთთან. ეს საქმე მოთავებულია. მე მასთან უფასოდ ვიჩხუბებ. ეს არის გამოთქმა, რომელიც ნიშნავს მე თამაშში ვარ. და იცით რა? ეს მთლიანად ცვლის იმას, თუ როგორ ვუყურებდი ამ ისტორიას აქამდე. არის თუ არა სიმართლე, რომ ილია ორჯერ დათანხმდა? დიახ. სცადა თუ არა მან პირველად რაიმე ზედმეტის მიღება? არა. ის მაშინ მხოლოდ შესაძლებლობას ეძებდა. ის უბრალოდ ჩემპიონობისკენ მიიწევდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემპიონი გახდები და გთხოვენ, დატოვო შენი წონითი კატეგორია და აიღო გაცილებით დიდი რისკი, ძალიან ხშირია, როდესაც მებრძოლი ცდილობს ქოთნის დატკბობას, ანუ მეტი სარგებლის მიღებას. გააკეთა ეს ილიამ. ისლამის თქმით, დიახ, გააკეთა. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, როგორ მოექცეთ ამ ინფორმაციას, მაგრამ მოდით ამბავი ისე მოუყვეთ, როგორც მოხდა. ხანდახან ეს რთულია, რადგან შენი ანალიზი მხოლოდ იმ ინფორმაციაზეა დამოკიდებული, რასაც გაწვდიან. ისლამს ეს აქამდე არ უთქვამს. ფაქტობრივად, აქამდე არ არსებობდა ვერსია, რომ ილიამ ზედმეტად მაღალი თასის გამო ჩაშალა ბრძოლა. არსებობდა რწმენა, რომ ისლამს არ შეეძლო ჩხუბი, რადგან ტრავმირებული იყო. და ახლა ისე ჩანს, რომ ისლამი ამ განცხადებას ასწორებს. ახლა ეს ბრძოლა ვეღარ შედგება, რადგან წინ ჯასტინ გეიჯის ჩხუბია, მაგრამ მომავალში ეს შესაძლებელია. და როგორც ვხედავ, მტრობა ილიასა და ისლამს შორის სულაც არ არის დასრულებული. პირიქით, მე ისეთი შტაბეცდილება მრჩება, რომ ეს ბიფი მხოლოდ ახლა იწყება და ჩემთვის როგორც გულშემატკივრისთვის ეს შესანიშნავია. თქვენ ხომ იცით, როგორ მუშაობს ეს სპორტი? ყველაფერი რეიტინგებზე და ინტერესზეა აგებული. როდესაც ილია ამბობს, რომ ისლამი მალავს თავის სისუსტეებს, ისლამი კი პასუხობს, რომ ილია უბრალოდ ფულს ითხოვს გასაქცევად. ეს უკვე კლასიკური დაპირისპირებაა. ილია თოფურია არ არის უბრალო მებრძოლი. ის არის კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია სიტყვის საქმეთ ქცევა. მან დაანავკაუტა ულკანოვსკი, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. მაგრამ ისლამი სხვა მხეცია. ის არის P4P რეიტინგის სათავეში. ის არის კაცი, რომლის ზურგს უკანაც მთელი დაღესტნური სკოლა დგას. და აი, აქ შემოდის ფინანსური მხარე. წარმოიდგინეთ მოლაპარაკების მაგიდა. UFC გეუბნება, გვინდა სუპერბრძოლა. ილია პასუხობს, კეთილი, მაგრამ ჩემი წონიდან ზევით ავდივარ. საფრთხე დიდია, ამიტომ გადამიხადეთ ისე, როგორც მეფეს შეეფერება. ისლამი კი ამ დროს ტვიტერზე პოსტავს, რომ ის მზად არის უფასოდ დაამტკიცოს თავისი უპირატესობა. ეს არის ჭადრაკის პარტია ოქტაგონის გარეთ. ისლამი ცდილობს ილია ისე წარმოაჩინოს, თითქოს ის მხოლოდ ფულზე ფიქრობს და არა სპორტულ მემკვიდრეობაზე. ილია კი პირიქით, ცდილობს აჩვენოს, რომ ისლამი გაურბის ნამდვილ საფრთხეს. და არ დაგვავიწყდეს ის 18.1 კილოგრამი, რომელიც მალკიმ დაიკლო. თუ მენეჯერი ასეთ ფორმაში შედის, იქნებ ისიც აპირებს ოქტაგონზე გასვლას. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ ეს დეტალები ამბავს უფრო წუნიანს ხდის. ჩვენ აქ საქმე გვაქვს ორ ძალიან თავდაჯერებულ მებრძოლთან. ერთ მხარეს არის ილია, რომელსაც სურს იყოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი ამ სპორტში, და მეორე მხარეს ისლამი, რომელსაც სურს დაამტკიცოს, რომ ხაბიბის მემკვიდრეობა საიმედო ხელშია. და როდესაც ფული ხდება ბარიერი ასეთი მასშტაბის ბრძოლისთვის, ეს ყოველთვის ორაზროვან კითხვებს აჩენს. მართლა ფასშია საქმე, თუ ეს უბრალოდ მოსახერხებელი მიზეზია? მეგობრებო, მოდით რეალობას თვალებში ჩავხედოთ. როდესაც ისლამ მახაჩევი ამბობს, რომ ილიამ მილიარდები მოითხოვა, ის ამით ცდილობს ილიას იმიჯს დაარტყას. ის ცდილობს თქვას, ეს ბიჭი მებრძოლი კი არა, ბიზნესმენია, რომელსაც ჩემი ეშინია და ამიტომ დააწესა ასეთი ფასი. მაგრამ მოდით ილიას მხრიდანაც შევხედოთ. ილია თოფურია არის კაცი, რომელმაც ევროპა ფეხზე დააყენა. მან ესპანეთს და საქართველოსაც უქა ჩემპიონი. როდესაც შენ ასეთ სიმაღლეზე ხარ, შენი ყოველი ნაბიჯი ძვირი ღირს. თუ UFC-ს უნდა, რომ ილია ავიდეს 70 კილოგრამში და დაუპირისპირდეს P4P ლიდერს, ილიას სრული უფლება აქვს თქვას, გადამიხადეთ შესაბამისად. ეს არ არის გაქცევა, ეს არის საკუთარი ფასის ცოდნა. თუმცა ისლამი ამ კარტს ოსტატურად თამაშობს. ის ამბობს, მე მებრძოლი ვარ, მე მზად ვარ უფასოდ გამოვიდე. ეს ხალხს უყვარს. ხალხს უყვარს ძველი სკოლის მენტალიტეტი, სადაც ჩხუბი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბანკო ანგარიში.
მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო დეტალი. ისლამმა ახსენა, რომ ილიამ პირველად უარი არ თქვა. პირველად ის მზად იყო. მეორეჯერ კი ფასი გაიზარდა. და აი აქ ჩნდება კითხვა. რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ ილიამ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა. მან მოიპოვა ძალაუფლება. და როცა გაქვს ძალაუფლება, შენ კარნახობ პირობებს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება მალკი კავა და მისი დაკარგული 18.1 კილოგრამი. ეს ხუმრობა სინამდვილეში გვიჩვენებს თუ რამდენად დაძაბულია ურთიერთობა ამ ორ ბანაკს შორის. მენეჯერები ერთმანეთს დასცინიან. მებრძოლები ერთმანეთს ტვიტერზე ეომებიან. ეს არ არის უბრალოდ სპორტი, ეს უკვე პირადია. ისლამი ამბობს, რომ ილია ტყუის, როცა ამბობს, რომ ისლამი ტრავმის გამო იმალება. ისლამი ამბობს, მიაქვარ, მე მზად ვარ, უბრალოდ შენი მადა მოთოკე. იცით რა არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო? ის რომ ეს დაპირისპირება არსად არ მიდის. ჯასტინ გეიჯი ახლა გზაზეა. ისლამს თავისი საქმეები აქვს, მაგრამ ილიასა და ისლამის ჩრდილი ყოველთვის იქნება მათ თავზე. ეს არის ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველას უნდა. წარმოიდგინეთ ეს სცენარი. ილია ადის ზედაწონაში, სადაც ისლამი ელოდება. ორივე დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში. ერთი ამბობს, რომ მეორემ სუკანი მენეჯერის უკან იმალება. მეორე კი ამბობს, რომ პირველს ჩხუბის ეშინია. მე ჩეილ სონენი გეუბნებით თქვენ. ეს არის საუკეთესო რამ, რაც MMA-ში შეიძლება მოხდეს. კონფლიქტი, რომელიც ეფუძნება სიმართლეს, ყუილს და ფულს. ისლამმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ილიამ ფასი გაიზარდა. ილია ალბათ იტყვის, რომ ეს მისი ღირსებაა. სიმართლე კი სადღაც შუაშია. მაგრამ ერთი რამ ცხადია. ილია თოფურიამ მოახერხა ის, რაც ბევრმა ვერ შეძლო. მან აიძულა ისლამ მახაჩევი თავი ემართლებინა. და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. მეგობრებო, თვალი ადევნეთ ამ ამბავს. ეს არ არის დასასრული. ეს მხოლოდ პირველი რაუნდია სოციალურ ქსელებში. და როდესაც ისინი საბოლოოდ ოქტაგონზე შეხვდებიან, არავის ეხსონება არც ის მილიარდები და არც ის 18.1 კილოგრამი, რომელიც მალკიმ დაიკლო. იქ მხოლოდ ორი კაცი დარჩება და ჩვენ გავიგებთ, ვინ არის ნამდვილი ალფა.